მე ვიყავი ყველაზე ახალგაზრდა პრიმა ბალერინა და ახლა ვარ ყველაზე უფრო მოხუცებული პრიმა ბალერინა. დავიბადე ცეკვავში და მე ჩემი ცხოვრება არის ცეკვა. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მე ვარ ქართველი და ფრანგი. ახლა როცა ვარ 94 საქართველოს ჩემ გვერდზეა. მე ვარ ეთერი ფაღავა, ქართველი ბალერინა და ჩემი ბაბუა იყო ნოე ჟორდანია. დავიბადე საფრანგეთში, მაგრამ პირველი რა ვისწავლე ქართული. იმიტომ რომ დედა ასმათ ფაღავა იყო გოგო ბაბუაჩემის ნოე ჟორდანია. და მამაჩემი ლევან ფაღავა შვედურად ლაპარაკობდა ქართველს. და თქვი პირველი სისხვა რომ თქვი იყო ქართულად. და მე სკოლაში ვიყავი საფრანგეთში, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრება ვილაპარაკე ქართულად. ნოე ჟორდანია ჩემი ბაბუა, მისი დედა ქრისტინე, მისი ცოლი ჩემი ბებია, ჩემი დედა ასმათ, ანდრეიკა ჩემი ბიძა, ქართული ოჯახი. როცა მოვიდნენ საფრანგეთში, ძალიან დატანჯებული იყვნენ, იმიტომ რომ არ უნდათ დასვლა საქართველოდან. მართლა უნდათ დარჩეს, მაგრამ იყო ომი, იყო კომუნისტები, ისე რომ არ შედებოდა დარჩენ. იმისა როცა მოვიდნენ საფრანგეთში, გააკეთეს პატარა საქართველო. მივდიოდით ლევილში, ეს ბევრი ბავშვები ვიყავით, 20 ბავშვი, ყველა ლაპარაკობდა ქართულად. ჩვენი ქვეყანა იყო საფრანგეთში რა. მამაჩემი როცა მოვიდა საფრანგეთში, იყო 17 წლის. ყველა ამბობდა, ერთ დღეს დაბრუნდებით საქართველოში. ვერ დაბრუნდნენ. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ბაბუა, ხო. ნოე ჟორდანია. ძალიან დიდი კაცი იყო. ძალიან უყვარდა მისი ქვეყანა. ბევრი რამე გააკეთა, 3 წელიწადი იყო იქა. არ ვიცი როგორ შევიდა თქვა ქართულად. პირველი გააკეთა le vote des femmes. და საფრანგეთში არ იყო ესა. ბევრს კითხულობდა, ბევრს წერდა და ქართველები მოდიოდნენ ყოველ დღე რომ ნახონ. On va voir un petit peu, on va mettre de la musique. ჩემთვის ძალიან კარგი ბაბუა იყო. ბევრს მელაპარაკობდა. მეუბნებოდა, უნდა იყო მაგრად ყოველთვის ცხოვრებაში, უნდა იცეკვო, იმიტომ გიყვარს ცეკვა და ეს არის შენი ცხოვრება. საქართველოს ჩემი სამშობლოა რა. ბევრი ხალხი გადაიცვალა ახლა. ჩემი მეგობრები რომ ყავდა ლევილში, ბევრი ბავშვები ვიყავით 20, წავიდნენ. მე კიდევ აქ ვარ. მაგრად როგორც ქართველი და იმიტომ ცეკვავ ყოველ დღე. 5 წლის როცა ვიყავით ბაბუაჩემთან, სურათი რომ მაქვს, ვიყავით სამუანში, საფრანგეთში. ხო და დედაჩემი მღეროდა და მე ვცეკვავდი ქუჩაში. და იყო კიურე. ხედავს ეს პატარა გოგონა მასე ცეკვავს და ამბობს, რომ მე უნდა ვაკეთებ წარმოდგენას, ასე წარმოდგენა. შეუძლია მოვიდეს და იცეკვოს. დედამ თქვა, ხო. მადამ მეგობრობასთან ჩემი პირველი სურათი. როცა ვიყავი 11 წლის, უკვე ვიცეკვე სცენაზე. პრიმა ბალერინა მართლა ვიყავი 15 წლის. და მე ვიცეკვე ყველა დიდი ბალეტები, მთელ მსოფლიოში ვიცეკვე. ეს ბეჟარსაა, დიდი ქორეოგრაფია, დიდი მოცეკვავე. აგერა ლიფარი, დირექტორი პარიზის ოპერა. დონ კიხოტე, რეპეტიცია. სალვადორ დალი. დიდი კაცი იყო და გააკეთა მთელი დეკორაცია. ერთი დიდი ქართველი ჩემთვის ვიცეკვე მისი დიდი ბალეტი. არისოდა რომ ქართველი ვიყავი, მოვიდა ბალეტის, 15 წლის ვიყავი და მითხრა შენი ცეკვა ამ როლს. ეს არის
პირველად ვიყავი იქა 67-ში. კიდევ იყო კომუნისტები რუსები. მაგრამ არ ეშინოდათ. როგორ ათქონი ბაბუა, როგორ ასაფრანგეთში ყველაფერი. და როცა მე ვილაპარაკე ტელევიზიონში, კითხეს რა გინდა საქართველოში, მე ვთქვი, უნდა იყოს თავისუფალი. ეს ვთქვი ტელევიზიონში. როცა დაბრუნდი საფრანგეთში, მივიღე წერილი, არ შეგიძლია დაბრუნდეს საქართველოში, ეს ვთქვი ტელევიზიონში. მე დაბრუნდი ბევრად უფრო გვიანი. და მე როცა ვიყავი 67-ში, ვნახე ჩემი ბებია, დედა მამა ჩემის. ისე გამეხარდა და ვიძინე ჭაჭურაში იყვნენ, ჭაჭურაში მამას ლოგინში. და მამა ჩემის ვეღარ დაბრუნდა საქართველოში, მოვიდა 17 წლის იყო საფრანგეთში, საწყალი ძალიან ახალგაზრდა, არასოდეს არ ნახა დედამისი მერე. ჟიზელ, ოპერა თბილისი. ჭაბუკიანი უდიდესი მოცეკვავი იყო და როცა ვუთხარი რომ ვიცეკვე ჭაბუკიანთან, ყველამ თქვა, ჭაბუკიანი უდიდესია, ყველამ თქვა. მთელი სოფლიო. და დიდი რამე იყო, როცა ვიცეკვე ქართველებისთვის, ყველა იყო, ბევრი ტარში იყო, ყველაფერი, ბევრი სურათები კიდევ. მე ძალიან მიყვარს მუსიკა და როცა ვუსმენ მუსიკას, ხედავ ცეკვას. ახლა სექტემბერში მექნება კიდევ დიდი მასტერ-კლასი. და ვაჩვენებ ახალგაზრდებისთვის ცეკვა, ბალეტები. ჩემი შვილი ამბობს, ჩემი ბებია დაიბადა ცეკვავს და იცეკვებს მთელი მისი ცხოვრება და კიდევ როცა გადაიცვალეს, კიდევ იცეკვებს. არ თქვენ ფიქრობთ, რომ ქართველი რახან ხართ, იმიტომ ცეკვავთ? იმიტომ მიყვარს ცეკვა და ჩემი ფიქრით, რომ ქართველი ვარ, ხო? იმიტომ უფრო მაგარი ვარ. ხო. გენატრებათ ეგ ცხოვრება? არა, ისიც რატომ, იმიტომ ცეკვა მოალღე, ჩემთვის კარგია. ისე რომ სულ ცეკვაში ვარ, რა.